თუ თქვენ თავს მუდმივად დამნაშავედ გაგრძნობინებენ, თუ არანორმალურის ნორმალიზებას ცდილობენ, თუ თქვენ თავს გამუდმებით დათრგუნულად გრძნობთ, ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხართ. და ამას გაზლაიტინგი ჰქვია. როდესაც გაწმუნებენ საკუთარი აღქმის და მოსაზრების არაადეკვატურობაში, ან პირიქით. ამისთვის მზად უნდა იყოთ, ეს უნდა გააცნობიეროთ და გააძლიეროთ პიროვნული ზღვარი. ისწავლოთ არას თქმა. თუ რეაგირებისთვის ჯერ კიდევ სუსტი ხართ, შეიძლება გააძლიეროთ საკუთარი თავი, თუნდაც ბუნებაში ხშირი გასვლით, გაზიარებით მეგობრებთან, ახლობლებთან და თუ ამის ძალა გეყოფათ სამართლებრივი რეაგირება. გაზლაიტინგი თავისთავად, როგორც აღნიშნეთ, ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და დასწავლილი უმწოების მდგომარეობაში გამყოფებს. თუ მუდმივად გიმეორებენ, რომ არაფრის მაგნესი ხარ, არაფერი შეგიძლია, შემდეგ იჯერებ, რომ ეს ასეა. შეგიძლიათ გამოიყენოთ გრაუნდინგის დამიწების ტექნიკები, როდესაც ხედავთ მინიმუმ 5 საგანს ამჩნევთ თქვენს ირგვლივ, მინიმუმ 4 საგანს უსმენთ, მინიმუმ 3 საგანს შეიგრძნობთ. ეს შეიძლება იყოს ყნოსვა, ეს შეიძლება იყოს ტემპერატურა და გემო. ეს გაგიადვილებთ სტრესთან გამკლავებას.